ოცნება ახალ საერთაშორისო სკანდალს შეეხება, საქსტატის მონაცემებით ირკვევა, რომ საქართველოსთან ექსპორტზე 150,000-ზე მეტი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები გავიდა. ეს ბოლო 2 თვის ნოემბრის და დეკემბრის მონაცემებია, რაც ბოლო 2 წლის მაჩვენებელზე მეტია. საიდან გაჩნდა საქართველოში ამ მოცულობის პროდუქცია ეჭვი ყულევის ქარხანაზეა, სადაც ოქტომბერში დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული რუსნეფტის ნავთობი მიიღეს. ეს ახალი მასშტაბია, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რუსული პროდუქციის ქართულად გასაღებით ოცნება ოკუპანტს ეხმარება სანქციებისათვის გვერდის ავლაში. სალომე ლაბაძე აგრძელებს თემაზე ფორმულას პირდაპირ ეთერში საუბარს. Დღესაც წაიღო ქართულმა ოცნებამ დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული რუსული ნავთობი. დავიწყებ იმით, რომ ამის გარკვევას ტელეკომპანია ფორმულა ვცდილობთ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ლონდონმა რუსნეფტი დაასანქცირა. Reuters-ის ინფორმაციით კი სწორედ რუსნეფტისგან მიიღო ნავთობის პირველი პარტია ოქტომბრის თვეში ყულევის ქარხანამ. ახლა კი უკვე საქსტატის მონაცემებით ირკვევა, რომ ამის შემდეგ, ანუ ნოემბრისა და დეკემბრის პერიოდში საქართველოსთან ევროპის მიმართულებით ექსპორტზე გავიდა 150,000 ტონაზე მეტი ნავთობი და ნავთობპროდუქტი. ამის შესახებ ინფორმაცია რომან გოცირიძემ გაავრცელა, რომელიც ვარაუდობს, რომ ამ პროდუქციის დიდ ნაწილს შესაძლოა შეადგენდეს სწორედ ყულევის ქარხანაში, ყულევის ქარხნისთვის რუსნეფტის მიერ მიწოდებული ნედლი ნავთობი. რაც თუ ეს ასია ნიშნავს პრინციპში იმას, რომ სანქციებისთვის გვერდის ავლაში და რუსული ნავთობის გასაღებაში მონაწილეობს არა მხოლოდ კერძო კომპანია, ამ შემთხვევაში ყულევის ქარხნის სახით, არამედ პირდაპირ სახელმწიფო და ქართული ოცნების მთავრობა, რადგან შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ რუსნეფტს ლონდონმა სანქციები დაუწესა, განცხადება გაავრცელა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და აღნიშნა, რომ ეს სანქცირებული ტვირთი მან გადაიტანა დროებითი მოთავსების საბაჟო საწყობში, რაც ნიშნავს იმას, რომ ტვირთი იყო სწორედ სახელმწიფოს ხელში. ახლა კი არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ეს ტვირთია მოხვედრილი ევროპის ტერიტორიაზე სანქციებისთვის გვერდის ავლის გზით. რაც ახლა მოხდა, აი ესეთი შეიძლება ითქვას უპრეცედენტო ზრდა, ეს არის გამოსაკვლევი. დუმს სტატისტიკის სამსახური. არავინ ამბობს იმას, თუ საიდან გაუჩნდა საქართველოს მზა ნაწარმი, რომელიც თითქმის 100,000 ტონას შეადგენს და რომლის ღირებულება, აი აგერ როგორც ნახეთ, არის 80 მილიონი დოლარი. პირველი შეხედვით ეს ჩანს, რომ ეს არის სანქციების გვერდის ავლა. ასევე ჩანს, რომ ალბათ მე არ მინდა მტკიცებით ფორმაში ვილაპარაკო, მაგრამ თუ ეს ასია, ძალიან სერიოზულ შარში ეხება ქვეყანა. ის ნავთობპროდუქტები, რომელიც რუსნეფტიდან არა როსნეფტი, არამედ რუსნეფტიდან იყო შემოტანილი ოქტომბრის თვეში ყულევის აი ამ ჯერ კიდევ არ აშენებულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, თუმცა უკვე ის რუსნეფტი დღეს დასანქცირებულია, ეს შეიძლება სულაც არ ყოფილიყო ნედლი ნავთობი. ქაღალდით საბაჟოზე შემოვიდა გაფორმებული როგორც ნედლი ნავთობი, სინამდვილეში ეს არის დიზელის საწვავი, რომელიც აბსოლუტურად სხვა საბაჟო კოდით უნდა იყოს დაფიქსირებული. საუკეთესო შემთხვევაში მცირეოდენი манипуляციით მისი ასე ვთქვათ გაუმჯობესება და გატანა ექსპორტზე, თუმცა ესეც დარღვევა და ყველაზე უარესი, თუ სინამდვილეში შემოვიდა ნავთობპროდუქტი, ან დიზელის საწვავი, უკვე მზა, ან ბენზინი, გადმოასხეს აქ და შემდეგ ვითომ გადამუშავებული გაიტანეს ექსპორტზე. საქართველოს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მან მოიპოვოს 100,000 ტონა, ასე კი არა და 50,000 ტონაც. ჩვენი წლიური მოპოვება ნედლი ნავთობის არის ხოლმე აი მაქსიმალური, რაც გქონია საქართველოს ისტორიაში 40,000 ტონა და მისი გადამუშავების შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს ასე არ დარჩება. ამიტომ აქ ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ რომელი ქვეყნებიდან შემოგვაქვს. თუ ჩვენს წინა გამოძიებებს და პრაქტიკებს გავითვალისწინებთ, ალბათ ეს არის დიდი ალბათობით რუსული ნავთობი, ნავთობპროდუქტები უფრო სწორად, რომელიც შემოდის აქ გადამუშავდება და მერე უკვე გადის ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. ყულევის ქარხნის როლი ზუსტად ამაში არის, ანუ მისი შექმნის მთავარი მიზეზი ზუსტად ის არის, რომ საქართველოში შემოვიდეს სხვა ქვეყნიდან ნავთობპროდუქტები, მან გადაამუშავოს და შემდეგ უკვე ნავთობის სახით, ანუ მზა ნავთობის სახით გაიტანოს ევროპაში თუ სხვა პარტნიორ ქვეყნებში. ამიტომ თანამდებობით ნამდვილად არ შეგვიძლია ამ წუთას ვთქვათ, ეს არის ის სანქცირებული ნავთობი, რომელიც ყულევის გადამამუშავებელი ქარხანამ მიიღო, თუ არა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი,
ახლა ცხადია, რომ ყველაზე საინტერესოა მოვისმინოთ შესაბამისი უწყებების განმარტება, მათ შორის პირველ რიგში განმარტება უნდა გაავრცელოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც მაშინვე როგორც კი ცნობილი გახდა, რომ ლონდონმა სანქციები დაუწესა რუსნეფტის მიერ ყულევის ქარხნისთვის მიწოდებული ეს სანქცირებული ტვირთი დროებითი მოთავსების საბაჟო საწყობში გადაიტანა. ახლა კი თუ აღმოჩნდება, რომ სწორედ ეს ტვირთი მოხვდა ევროპის ტერიტორიაზე, რაც თავისთავად არის სანქციებისთვის გვერდის ავლა, ეს დამატებით ნიშნავს იმასაც, რომ ქართული ოცნების მთავრობამ არც დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები გაითვალისწინა.